საქართველოში უკვე მე-13 მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. დაჯილდოების ღონისძიებაზე პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები დაასახელეს. ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა, ხოლო გამარჯვებული ნამუშევარი საქართველოს სახელით გლობალურ კონკურსზე გაიგზავნება. დღეს აღნიშნავთ წერილის წერის საერთაშორისო დღეს. აღსანიშნავია, რომ კონკურსატების რაოდენობამ 1000 მიაღწია. დღეს გამოვავლინეთ გამარჯვებული, რომლის წერილი გაიგზავნება საერთაშორისო საფოსტო კავშირში და მიიღებს მონაწილეობას 192 ქვეყანას შორის. ჩვენ შევერთით ამ მოძრაობას უკვე მე-13 წელი არის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იგი ხელს უწყობს წერილის წერის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით ჩვენს ეპოქაში, სადაც ჩვენი ახალგაზრდობა ძირითადად ერთმანეთთან კომუნიცირებს ონლაინ პლატფორმების საშუალებით. ყველა მოსწავლეს ვილოცავ ამ კონკურსში მონაწილეობას, რადგან ეს მოითხოვდა მათ შემოქმედებით უნარებს, მათ კრიტიკულ უნარებს და ერთგვარად ემპათიის და ესეთი ადამიანური ურთიერთობების გამოხატვას მათი მხრიდან. ჩემი წერილი იყო, უნდა დამეწერა თუ რამ შეცვალა დღევანდელი სამყარო, თუ როგორ იყო ადრე და ახლა. სამყარო მართლაც შეიცვალა, რა თქმა უნდა. ტექნოლოგიებით და ადამიანები ასე ვთქვათ აღარ კომუნიკაბელურობენ ერთმანეთში. დიდი გამოცდილება მომცა ამ ყველაფერმა, იმიტომ რომ უფრო მეტად გავანალიზებ იმას, რომ თუ რამდენად შეცვალა დღევანდელი სამყარო ტექნოლოგიებმა.